როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში გამორჩეულია ოდიშის ლეგიონერი და იმედია ასე გაგრძელდება სეზონის ბოლომდე. ანთია არ შეუშინდა რამდენიმე მეტოქეს ეფექტური მოძრაობით სადა მაღალი ტემპერატურისა. ძალიან სწრაფი შეტევა სახიფათო დარტყმაც და გადარჩა ოდიში რეალურად. მუშაობს ბურთია მკერდით შესანიშნავი გადაცემა იყო, კარგი კედლის გათამაშებაც გამოვიდა, ახალაძე მიიწევს წინ. რა ხდება საჯარიმოში, გაკეთა გადაცემა, კუტალია შეიძლება აქედან დარტყმა, კუტალიას მცდელობა და კიდევ ერთი შანსი. შეცდომა იყო და ამით უნდა ისარგებლოს ახლა ოდიშმა ატარებდა ბურთს კუტალია, შემდეგ კობერიძე ჩაერთო იერიში. გაბედავას დაფარული გადაცემა საჯარიმოში, შეიძლება აქედან დარტყმა, გადარჩა ფოთის კოლხეთი ლებედევის დარტყმის შემდეგ. ბატოსის პასი და ძალიან სახიფათო იერიში. გადაცემა გაბედავაზე თუ დაეწია აქ ბურთს, დაეწევა, შეიძლება დარტყმაც პასი ზრბილად ჩააგდო, თუმცა ანთია იყო მოთხოვნა მარცხენა ფლანგიდან და მიიღო ანთიამ ბურთი ორ მცველს შორის ავიდა, მესამეც მიაყოლა, დაარტყა შემდეგ. ხონჯგურუა შეიძლება ბურთის დატრიალება, ასეც იქცევიან ოდიშის ფეხბურთელები, ახალაძეს აქვს დრო და სივრცე ჩასაწოდებლად, ეს შანსი უნდა გამოეყენებინა ზუგდიდის ოდიშს. უმნიშვნელოვანესი მომენტი ახალაძის დარტყმა და მეკარე მოიგერია ბურთი. საჭირო აქ მაქსიმალური ყურადღებით თამაში მართებდათ ოდიშელებს და კარგათაც ამოვიდნენ. გაბედავა მარცხნივ იხსნება, გაბედავა შესანიშნავი სრულ მოძრაობა დარტყმა, დამატებაზე ვინ იქნება ანთია, გაისწორა ბურთი, ისევ ანთია ცოტა ადრე შეეძლო დარტყმა. იქვე პრესინგია, საჭირო ბურთი ოდიშს რჩება, ყოჩახ გაბედავას სწრაფად უნდა მოაწოდოს, ასეც მოიქცა კუტალია, მოატყუა მეტოქე, წაიქცა საჯარიმოში, დარტყმა! 2-1 ამაზე ვსაუბრობდი. ჰარივით მნიშვნელოვანი გატანილი გოლი. ერთად აღნიშნავს გულშემატკივარი აი ამ გატანილ გოლს ურთულეს ბრძოლაში, დრამატულ შეხვედრაში, რომელსაც ზუგდიდელები აგებდნენ მე-11 წუთზე აბულაძის გოლის შემდეგ, მე-17-ზე კუტალიამ შეძლო გათანაბრება და ვეტერანმა, კიდევ ერთმა ვეტერანმა ზვიად სიხარულიამ შეძლო გამარჯვების მომტანი გოლის გატანა.